ჯანმრთელობის მდგომარეობა 20 დღიანი შიმშილობის შედეგად, რა თქმა უნდა, შიმშილობის პროცესი ამას აზარალებს, თან სამედიცინო თვალსაზრისით ეს ზოგადად აღიარებულია, რომ შიმშილობიდან გამოსვლა მე გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე შიმშილობაში შესვლა და ჩვენ გვესმის, რომ ეს აქცია ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცა დონეზე მაინც საზიანო იქნება ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ აი ნამდვილად არ ვფიქრობ რა მაგაზე. ამაზე რო გეკითხებიან კიდეც ცოტა ვერ გეტყვი რომ ღიზიანდები მეთქი, მაგრამ ნუ გარკვეული ესეთი განცდა რომ აი როცა ქვეყანაში ასეთი სიტუაცია რომელ ჩემ ჯანმრთელობაზე, ჩვენ ჯანმრთელობაზე საუბარი, ეს აქცია იყო პასუხი იმ განუკითხაობის უკანონობის და უსამართლობასაც ქვეყანაში ხდებოდა და ის ისეთ მორალურ ზიანს გვაყენებს, რომ ახლა ამ აქციით მიღებული რაღაცა დისკომფორტი და თუნდაც ზიანი იმასთან ვერ მოვა. ჩვენ ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და ახალ სამართლიან არჩევნებს. ერთიც და მეორეც არის ამ სიტუაციაში არა მარტო მორალური, არამედ ეგზისტენციალური პრობლემა, იმიტომ რომ მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში სადაც უკანონო თუნდაც ერთი ადამიანის ციხეში და აქ უკვე ცვენაა რა პოლიტპატიმრების, ინდისის პატიმრების, ზიანმაღლობელის кейსი ცალკე რო აიღო, პოლიტიკოსების кейსი ცალკე, ნებისმიერი ინდისის პატიმრის кейსი, ერთიც კი თავისი არსით ამ ხელისუფლების დემონიზაციას ახდენს. იმიტომ რომ ასეთი რაღაცები ქვეყნის მართლმსაჯულებაში არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად ეს არის მორალური წნეხი მთელ საზოგადოებაზე და ყველას ეხება პიროვნულად, რომ ასეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს და მე არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ველზე უკვე აღარ არსებობს, ეს სრული საერთაშორისო სუვერენიტეტის დაკარგვის ფაქტის წინაშე დავდექით რა, ეს იზოლაციას იწვევს ქვეყნისას. ჩვენ ყველა დღეს ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელსაც აღარ აქვს საერთაშორისო სუვერენიტეტი, რომელსაც არავინ აღარ უყურებს სერიოზულად, რომელმაც 35 წლის მანძილზე ვინც კი რაიმე გააკეთეს საერთაშორისო წესულის თვალსაზრისით ქვეყნის საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით ყველაფერი მოსპო. ამ ვითარებაში ეს რო აღიდგინო, შენ უნდა ჩაატარო სამართლიანი დემოკრატიული ლეგიტიმური არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება. სხვა გამოსავალი შენ არ აქვს, ამიტომ ეს ორი მოთხოვნა, რომელთაც ჩვენ შიმშილობთ, არის უალტერნატივო მოთხოვნები, ეს თუ არ შესრულდა, ქვეყანა ძალიან ზარალდება, ერი საზოგადოება მორალურად ძალიან ზარალდება, შესაბამისად გონია რომ არანაირი კითხვისნიშნები ამ აქციასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი რეჟიმთან მიმართებაში, უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები ისეთ სიტუაციაში, როცა ქვეყანას აღარ ეყოლება არც ერთი პოლიტიკური პატიმარი.